ბრაზილია ქვეყანა, რომელიც ბევრი ჩვენგანის ოცნებაა. ქვეყანა, სადაც ყოველი დღე შეიძლება დღესასწაული იყოს. და ადგილი, რომლის შესახებაც ბევრი ქსმენია, უამრავი ვიდეო და ფოტო გვინახავს, მაგრამ აქ მოხვედ რა? როდესაც ბრაზილიაზე ფიქრობ, პირველ რიგში რა გახსენდება? ფეხბურთი? თუ მზიანი სანაპიროები და სამბა. თუ ფაველები. ან თუნდაც შეიძლება მაია ასათიანის შოუ. არა. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ არსებობს ერთი მოვლენა, რომელიც ბრაზილიას მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. და ეს არის რიოს კარნავალი. რიოს კარნავალი არა მხოლოდ ფესტივალია, ეს არის ენერგია, ნება, ემოცია, რომელიც ერთ ქალაქს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აქცევს. Carnival. ის დასახელებულია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გრანდიოზულ დღესასწაულად. და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე საკუთარი თვალით მენახა ეს ყველაფერი და თქვენთვის გამეზიარებინა ის თუ რას ნიშნავს რიოს კარნავალი სინამდვილეში. თუმცა, ერთადერთი რამ რაც მჭირდებოდა, იყო ბილეთი და რიოში გაფრენა. ბევრი აღარ მიფიქრია, ავიღე ბილეთი და გავფრინე. რიოს კარნავალზე. რიო 25 კარნავალს მაქსიმალურად ვაცხადებ. დავიდა ხალხობა. თუმცა სანამ კარნავალზე აღმოჩნდებოდე, ცოტათი უკან მოგვიწევს გადახვევა. ამ ყველაფერში კი ჩემი ადგილობრივი მეგობრები დამეხმარებიან. ჩვენი დილაკი დაიწყო დილის 7-ის ნახევარზე. როგორც ეს კარნავალს შეეფერა. You're too like it. ესე იწყება დღე დილის 7-ის ნახევარზე. კარნავალისთვის ასევე კოსტუმი იყო საჭირო. ამიტომაც მალე გავემზადეთ და გავეთ. ეგ არის. მზადა ვარ. ახეთ დავაგერა ვიყურებ. ტოპ ლუიჯი ვარ. ტოპი ვარ. ლუიჯი მზადარი შესასრულებლად დავალევების. ამ ვიდეოში ორი მთავარი მიზანი მომოძრაობს. პირველი, გაჩვენოთ ის თუ როგორია კარნავალი ბრაზილიაში, რისთვისაც ორ განსხვავებულ კარნავალზე წავალ, რათა უკეთ შევიგრძნო ატმოსფერო და მეორე, გავიგო ის თუ როგორია ცხოვრება ფაველებში და მართლა ისეთივე საშიშია, როგორც ამბობენ, თუ უბრალოდ მითია. რისთვისაც 24 საათის გატარება მომიწევს მათთან ერთად. მოკლედ, ეხლა დავიძარით ადგილას, სადაც ხალხი იკრიბება, თუმცა რიოში არის სხვადასხვა ადგილები. ჩვენ ერთ-ერთში მივდივართ, სადაც მგონია რომ ყველაზე დიდი ესეთი მომახიანი, ესეთი ხმაურიანი ბრაზილია იქნება. ხო და უკვე იგრძნობა რა. აი, შეგახედებთ? მაგარად შეგახედეთ. მიგახედე, მოგახედე? და, შეგახედეო. მომაგარია. რიოში კარნავალის ორი ტიპი არსებობს. პირველი, ეს არის სამბას პარადი, რომელიც უფრო ოფიციალური ღონისძიებაა. აქ ძირითადად ძიხარ და შოუს უყურებ. და მეორე, ეს არის ბლოკოები. ქუჩის გიჟური წვეულებები, სადაც ხალხი სვამს, ცეკვავს და ერთობა. აქ ყველას შეუძლია ჩაერთოს და იგრძნოს დღესასწაული. What are you getting? What do you want? She's going to get a beets. He's getting a Alcohol? water. Yeah. Alcohol? Beer. Why people start drinking at 7 a.m.? Because it's carnival. Cheers. Cheers. ამ ჯერზაში ვარ და ისეთი საცობია რომ აი ცა ხალხი ღმერთმა გამრავლოს მოგინაცო მისვლიან კი სულ რაღაც 1 საათში დაიწყო კარნავალისთვის მზადება. გორციკნა ვიპოვეთ კარნავალი სადაცა აი აქ არის. ეხა აქედან დაიწყება იქით წავლენ და ძალიან ამბავია. Luigi, how are you, bro? I'm the real Luigi here. ძალიან განსხვავებული და უნიკალური ფორმა გავარჩიეთ, ალბათ ვიხდით. That's the one გავიჭიდეთ, აი, რახეთ. Wow, snake.
Vai tocar na cobra, daqui a pouco vai tocar. Vai tocar? A música da Ok. რა მითხავს? ანუ კარნავალზე ისეთი მარტივია. ანუ გოგოები ესე პროსტა მოდიან და გეკითხებიან რომ შეიძლება გაგოცო, ანუ აი წარმოუდგენელი რაღაცაა რა. მაგრამ ძალიან სახელიც არ აინტერესებს შენ. Am I right? It's like that? In Rio it's like that, right? არ მომეწონა. ამ ბიჭთან მივიდა 2 წამის წინ. შეიძლება ვაკოცო, ეგრევე. ასწავლი ხდება. Hello. How do you like Rio Carnival? I love it. It's the best carnival ever. If you're not in Rio, you're wrong. How do you like Carnival? No talking. You? Carnival, how do you like? How do you like Carnival? I'm like it's very hot. Very hot. So much woman. Well, a lot. How you like Carnival? Carnival is perfect for staying with friends, have drinks, have fun. And kissing also probably. And kissing a lot. A lot? How many Yeah. guys you kissed already? Just one. Please don't allow ქვეყანაში წამოდი. რა არის აგაზე ის ქვეყანშიო დავდიოთ. ყველაფერს თავისი მუღამი აქვს. ბრაზილიასაც, პაკისტანსაც, ინდოეთსაც, ყველა მაგარია. ხო? Go მეთახვები. Yes. კაცი მეთახვები. Brazilians? ეხლა მოვიდით ასაის დასაგემო. How much for the banana? 1 kilo. $5 para gringo. Ah, but because I'm gringo. Yeah. I'm carioca. Para gringo é mais caro. How many girls you kissed today? You like more than 5? More than 5. You? More than 5? 5, 10, I'm not sure. Nice. I don't like enjoy every carnival in Rio, Yeah. but this one is like Special? Yeah. Why? Why it's special? Because we had we had like this. You want to have some? Yeah, why not? Yeah. Perfect. I tried it already, but it's very It's very nice. I like it. კამერა რომ მიჭირავს, მაგიტომ მოდის ხალხი სალაპარაკობს თუ მართლა საინტერესო პიროვნებას ხედავენ ჩვენ თვალებში, მაგას ვერ ვარკვევ, მაგრამ მე უფრო მგონია რომ საინტერესო პიროვნებას ალ თვალებში რომ იყურებენ, აი ეს ადამიანი ძალიან საინტერესოა რა. აკვა გეტყვით რომ ამ ვიდეოს სპონსორი და მხარდამჭერი არის Coinmania, რომელიც არის კრიპტოსაფულე და შეგიძლიათ ფული კრიპტოთი გადარიცხოთ. ყველგან გადმორიცხოთ, გადარიცხოთ, იყიდოთ. ყველაფერი შეგიძლიათ და ძალიან მიხარია რომ Hello! Coinmania the best! აკვა გეტყვით რომ Coinmania ათამაშებს 500 ლარის ოდენობით თანხას, რომელიც description-ში წერია უნდა გადაყვეთ და ძალიან დიდი შანსია რომ მოიგო. ამიტომ ეს ეგ შანსი არ გამოტოვო. 500 ლარი თუ გინდა რომ მოიგო, description-ში YouTube-ზე დავტოვე, გადადი description-ში link-ზე და ნახავ. Okay? Okay. You might win money. მეც შევავსებ, მეც მოვიგებ ცოტა მეტი ფული, არ მაწყინა. აბაჯგოკო. ედეზია. ერაეა. What do you like about Carnival? Tonight the music seems so loud. Sexual harassment. იქნება და არ ვიდოდა ლოყაზებას. ესე დაამგვარა დასრულდა ეს პირველი ნაწილი. ეხლა შემდეგზე გავაგზელეთ, გულაობა გრძელდება.
ეხლა ცოტა დავისვენეთ და საჭრელად ვივდივართ, იმიტომ რომ ეხლა სხვა კარნავალია, ის დილის იყო, ეხლა არის შუადღის კარნავალის მადლი. მარჯვენა ვჭამოთ. ამიტომ რაღაც შევჭამთ და მერე წავიდეთ ერთად საგულავთ. Do you remember what I teach you in Georgia? Yeah. So crypto, Mama Valia. coin mania, Magalia. მაგარია. ჩემი სპონსორები ყველანი მაგრები ხართ, მიყვარხართ, გულში ხართ. აქ რო ქანდაკებაა, იქ სუმაგასთან ვარ ხოლმე მეთქი არ. წავიდით, ჭამეთ. აკაური სტრიტის საჭველებში მოვედი. რაღა უქნა სხვა. მარა კოლუმბიური რამეღაცა ვჭამო არა. როგორც აღმოჩნდა, კოლუმბიური და მექსიკური საჭველებია, ამიტომ ბრაზილიაში დავაგებულოთ ერთად. როგორია ბურიტო მექსიკური. ხო აინტერესებს, ჩემს ეს ძალიან საინტერესო უნდა იყოს. მაგარადილოს გავიჩნდეთ წინა რიგებში. ისინი მანამ მოვლენ. ერთ საათიან რაღაც არჩევენ და მანამდე დავაგებულოთ. მექსიკური საჭველი ბრაზილიაში. აი ეს ბურიტო რა. საქართველოში არ იციან, კაი, რა ვიცი. მე არ გამიცდავს კარგი ბურიტო. აი ეს ძალიან გემრიელი რაღაც სასწაული. ამ ყველაფერს გადავიყადე. $1 რა, მაგრამ შესმოდია და შეფასება ჩემი 10-დან 8, იმიტომ რომ ექსპერტ გამიზიდე და უკეთესე. გავიმარიაზე მექსიკაში ვამბობ რა. საჭამო მიყვარს, აკისაში არ ვიყავიში და ჩემთვის. I've seen. და უკვე დრო მოვიდა გადავსულიყავით მეორე კარნავალზე, რომელიც ქალაქის ცენტრში მიმდინარეობდა. როგორც იქნა მოვედით კარნავალზე. ესეთი მაგარი ადგილია. მაგარი ჭყლეტოა რა. სასწაული. მოკლედ ეხლა გადავდივართ. ეს არის ბლოკო, რაც ქვია, ანუ სადაც შევხვდით. ესეთი ბლოკოები არის პატარ-პატარა ყველგან. ეხლა გადავდივართ ერთად სხვაგან. If you don't go in a jail, like what's happening here? Why? They die. Like if you break the laws, then you die. Is this the place where they normally produce drugs, or it's like somewhere else? I just said. Did he ever like shoot someone? How can I get? Oh, you mean that song? Oh, tell me about me. I'm going to the beach. Es raico, I'm F0 here. I found him, I missed you. My body was smashing against the wall. ეხლა ქალაქისკენ ჩამოვიდით რომ მეორე ბლოკოს შევუერთეთ, მაგრამ მანამდე სახლში უნდა წავიდეთ, იმიტომ რომ ჩვენი სახლი არის აქვე და წყალს გადავაცხოთ. We start with this? Yeah, when there's a lot of people. Okay. ვიღაცა გაიწუწება. უხარია ხავს და ისე წავიდეთ უწავა. I need a mascale. You are throwing the water, yeah? Let's go back to Carnival, bro. The time is to go.
სპონსორი არ გეგონოთ, ვისაც სპორტ დასპონსორება გინდათ ნახე, აი, რამშვენიერი რეკლამა შეიძლება გამოსულიყო. სამოვერდით და შემოვერდით ეგრევე. იმედი არ მიცნობს არავინ. რატომ ასხავდით ხალხს რომ დამიძაბ? არა, რა თქმა უნდა რომ არანაირი ოპლისიმი არ არის. და არ დაგავიწყეს ბარემ, გამოიცალე არხი. კაცის რომ ყალობ, ბრაზილიაში ჩამოვედი. საუკეთესო ადგილების პოვნაში ვარ საუკეთესო. ანაოს ამაზე უკეთეს ხედე, საიდნა უკვე. მეორე დღეს გათენდა და დრო მოვიდა წავსულიყავი ადგილას, რომელსაც ფაველები ქვია. ფაველები. ეს არის ადგილი, რომლის შესახებაც ბევრს გაუგონია, მაგრამ ძალიან ცოტას უნახავს. ეს არის ადგილი, სადაც სიღარიბის და კრიმინალის დონე ძალიან მაღალია. You can hear the gunshots. This is wrong. They killed my friend, this woman says. I want justice. ადგილი, სადაც ადგილობრივებსაც ეშინიათ შესვლა. Afraid to go there, you know? Oh, no. Don't go there. აქ წესები განსხვავებულია. სახელმწიფო აქ თითქმის არ არსებობს. პოლიცია იშვიათად ჩნდება და როცა ჩნდება, ყველაფერი შეიძლება უფრო გამწვავდეს. აქ არ არსებობს გადასახადები. არ არსებობს ოფიციალური კანონები. ფაველა თავისივე წესებით ცხოვრობს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მხარეა. დღეს მე შევდივარ რიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფაველაში, რათა გავიგო სიმართლე. გავიცნო ადგილობრივები და ვნახო მათი ყოველდღიურობა. მე დღეს შევეცდები დაგანახოთ ფაველები განსხვავებული კუთხით, როგორც ცუდით, ასევე კარგით. ამ ყველაფრის აღმოსაჩენად კი დამეხმარება ვიქტორი, რომლის მამასაც ვიჯიგაოს ფაველაში ერთ დროს დიდი სახელი ჰქონდა. აი, როგორ ახართ? მოხართ? კარგად, ჯიგრულად. მე ვცდილობ ეხლა ძალიან დავიკვირე ხალხმა გამომხედა. ხო და მოკლედ ეხლა ვართ ფაველაში. აქ ვიქირავეთ ადგილი, სადაც შეგვიძლია ეს ჩანთა დავტოვო, რომ ცოტა უფრო მშვიდად ვიყოთ და დანარჩენი რაღაცები აქეთ მექნება და მე გავუდგებით გზას და წავუნახოთ ეხლა როგორ გამოიყურება აქაური ფაველური Airbnb. მაგარი ადგილზეა სახლა. Thank you very much. ანუ სახე შესაძლოა შენურად გამოიყურება. არ ველოდი ესეთ კარგიც რო იქნებოდა. ანუ ხედი არის სასწაული, შეხედეთ. Airbnb-ცა და Airbnb-ის ესენი რეებია. ანუ ვიღაცა ცხოვრობს იმედა. არ არის პრობლემა, ანუ არაფერი. ისე უნდა როგორ გვენდობენ, ახი დაატოვეს ყველაფერი. იმენა გაიხი, ჩაიდი, გაწაიე. ახი, იმენა არაყიცა. იმენა ოჯახი, ანუ ჩემი გამოთვლებით, აქ ვიღაც ცხოვრობდა. თვითონ დავიდა კაცნა გადავიდა და ეს გავახირავოთო რა, რატომ უნდა კაიროჟები იქნებოდა. ვიჯიგაო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაველაა რიო-დე-ჟანეიროში, სადაც 20,000-მდე ადამიანი ცხოვრობს. მაღლა მთის წვერზე ქალაქის ბუნება ჩანს, მაგრამ ვიჯიგაოსთვის ეს მხოლოდ შორეული სურათია. მოკლედ, ეხლა გამოვედი ვიქტორთან ერთად, რომელიც არის the Brazilian guy who doesn't look like Brasilia. და ეხლა უნდა წავიდეთ ცოტა ღრმა ფაველებში. ვიქტორმა იცის ბევრი ადამიანი აქ რამ, იმიტომ რომ აქ გაიზარდა მისი ოჯახის აქედან იყო და უფრო უსაფრთხო იქნება გადაადგილება მასთან ერთად და ისეთ ადგილებში წავალთ, სადაც რაღაც გიდი და რაღაც ვერ წაგიყვანდა და არ წაგიყვანდა. ვიჯიგაო უკეთ რომ მოგვენახულებინა, ამისათვის მოტოტაქსი იყო საჭირო. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, როგორც იქნა მოვადეკით ვიჯიგაოს ცენტრალურ ნაწილს. მოკლედ, ეხლა გადავდივართ
სხვა ლოკაციაზე, სადაც შეგვიძლია. Pode gravar não. მოკლედ ძალიან ბევრად ილას არ შეიძლება გადაღება და ანუ ყველაზე რა მიჭირავს და ანუ როგორ ავიცი ანუ საკაია ასწორებს მეგობრულები არიან იმიტომ რომ ეს იცნობს მაგრამ აი მართლა პირველად ვიგზენი რომ აქ რამე მოხდეს ვიღაც მიპოვით შეიძლება მიპოვოთ მაგრამ სად შეიძლება გადავაგდო არ ვიცი ჩემი დღევანდელი მისია კი იყო რომ რამენაირად მომეხერხებინან და ჩამეწერა ინტერვიუ ისეთ ადამიანთან რომელსაც იარაღი ჰქონდა რადგან ძალიან მაინტერესებდა მათი პერსპექტივა თუმცა ამისათვის სწორი ადამიანი უნდა მეპოვნა, რომ თავი ამერიდებინა რაიმე შარისთვის. ალბათ გაგიჩნდება შეკითხვა, რომ ანუ ამ ბიჭს არ ეშინიაო ეს ადგილებში შედადისო და არა, იმიტომ რომ ინტერნეტი მაქვს. აი, ხედავდა მაგრა ჩავსი. ინტერნეტი მაქვს, მობილეს ინტერნეტი, რომელსაც აქვს როგორც ელექტრონული, ასევე ფიზიკური SIM-კარტა და ანუ ყველგან, ანუ მაგათ ინტერნეტს უყურებ ყველგან სულ, ანუ აქაც ფაველაშიც ეს მარკეტინგის უფროსინიცა მობილეთის ეგ ჩამოსულა ფაველაში რომ დაიყენებინა ეს მოდემები რომ ან ყველგან კარგად იმუშაოსო რა აი აქ იყო სადღაც აი ხო თუ გამოიყენებთ ჩემ პრომო კოდს Gigi on the road თქვენ გიქნებათ 15%-იანი ფასდაკლება და ანუ კაპიკებში გამოხოთ მეგობრებო ინტერნეტი გიქნებათ კაპიკებში აი რა მაგარ ადგილზე მოვიდით ფეიმურკზე მესის ფორმა როგორ აცვია ამ ხელა ბრაზილიაში გამაგიჟებენ რა მათი შემხედარე მეც მომიდა ფეხბურთის თამაში. და ეხლა ფეხბურთის სათამაშოდ ვიდეო კლასი უნდა ჩაუტარო. Be careful bro, be careful. Opa! კამდირკეს. Here. ამის შემდეგ გადავწყვეტ დაგვეგემოვნებინა ლოკალური საჭირო. Hey! ამის გადავწყვეტ. Relative of Neymar? Neymar's relative. Your friend. ეხლა მოვიდით ასაის და საგემოვნებო. და ზუსტად იმ დროს, როდესაც ვიდეოს ვიღებდი, ჩემს უკან ჩამოიარა შეიარაღებულმა ადამიანებმა და მათ მოთხოვეს, რომ ყველაფერი წამოშალა. და მე როგორც გამოცდილმა ჯეიმს ბონდმა, მაინც მოვახერხე გადაგება. How do they get the guns? But how they choose? They can choose whichever? Mini AK-47. Pergunta como que você escolhe qual que você... Bro, I'm going to Paraguay. I can bring the... ბევრი ვისაუბრეთ თუ ცოტა, როგორც იქნა მოვახერხე ერთ-ერთი მათი მეგობრის ინტერვიუზე დათანხმება. თუმცა ერთი პირობით, რომ იარაღი დავლარული უნდა ყოფილიყო, რადგან სხვა შემთხვევაში ეს მას დიდ პრობლემას მოუტანდა. My first question is like how old is he? 20. He's saying 20. What age did he start to be involved in like more like criminal, like crime? Vou botar uns 14 anos. Do you think media gives you the right image or do you think you don't deserve it? Acho certo. He thinks it's correct. What are the rules in favela? As I know that in favela you cannot steal. If you don't go in a jail, like what's happening here? Morre. They die. Like if you break the laws, then you die because it has to like keep it under control. Nobody can rob each other. So you just die. Yeah, you just die. You go usually from a tribunal, like a court system. That's like the. What is their job? I know that it's not a good question, but. Tirar o plantão e ficar na contenção do chefe. It's like just to make sure everything runs smoothly. Quando o chefe está descansando. And make sure when the boss is like tired and everything and sleeping, that everyone's secure. So kind of guarding this territory. Yeah, just guarding and like just hanging out, you know. Do you have any dreams? Like, is there anything that you dream? Meu sonho é ficar rico e ter minha casa, meus negócios. He has like humble dreams, be prosperous, have money, and like have a good house for him and live like a tranquil life, you know. Like Pablo Escobar. Pablo Escobar. See. Until like, what is the age of when kids, like, what is the age that you cannot be involved or like what's happening that time? No crime pode entrar qualquer idade hoje em dia. It's like whatever age, because you know a lot of, let's say that there's like an orphan that doesn't have any fathers or mother, they're just going to be on the streets. They have no opportunity. They don't have an educational system. Whatever age, like maybe you know. 13, 14. Yeah, even younger. It doesn't have like a limit. It's all about like necessity. They might catch the guns, like. No, they're not going to carry guns. It's just like doing small like little tasks. What's his body count? Não, com arma e sem arma. Alright. With gun and without gun. With gun. With gun. We are best friends. If I come to favela, I'm with this guy.
ამასობაში კი უკვე მოსაღამოვდა და დრო მოვიდა ფაველაში ღამის ცხოვრება მენახა. რადგან როგორც გავიგე, ფაველაში ერთ-ერთი საუკეთესო ღამის ცხოვრება აქვს. ღამით ფაველაში სიარული ბევრად საშიში აღმოჩნდა ვიდრე ველოდი. თუმცა რადგან ადგილობრივი მეგობარი მყავდა, ამაზე დიდად აღარ ვნერვიულობდი. ირგვლივ ყველა შეიარაღებული იყო, თუმცა ნელ-ნელა უახლოვდებოდით ჩვენს დანიშნულების წერტილს. და როგორც იქნა მივაღწიეთ იმ ადგილს, რომლისთვისაც ძალიან ბევრი ვიარეთ. ამ ადგილას საფრთხე დიდად არ იგრძნობოდა, რადგან აქ ყველა მოსული იყო მხოლოდ და მხოლოდ გასართობად. მისვლიან ძალიან მალევე კი გაიმართა გოგოების ჩემპიონატი ცეკვაში. ამის შემდეგ კი დრო მოვიდა ბიჭების ჩემპიონატის და რაღა თქმა უნდა რომ მე იქ მიხილავდით ფაველებში სცენაზე. და კონკურსიც დაიწყო. გამოვიდა ერთი მონაწილე, მეორე, მესამე და ჩემი დროც მოვიდა, რომ მენახებინა მასტერკლასი ფაველაში. ამ გენიალური ცეკვის შესრულებისთვის მე 2 კოქტეილი მოვიგე. და თუ თქვენი გულიც მოვიგე, არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო, რადგან წინ ძალიან ბევრი სამხრეთ ამერიკული თავგადასავლები გელოდებათ.